ორი ცეცხლი იწოდა. ერთი შინაგანი სურვილი, რომ საინტერესო თამაში ითამაშო, იმიტომ რომ ადამიანები აკეთებენ რაღაცას ზოგი ბიზნესისთვის და ფული ამოცანა და ჩვენთვის არის თამაში. ანუ ყველაფერს სადაც ვაკეთებთ არის ის რაღაცა გვაინტერესებს და თავიდან არაფერი არ ვიცოდით. იმართლეს ვამბობ, მე სეილსმენი ვარ და კარგ პროდუქტს ვეძებ და ამ შემთხვევაში ქართველი ტალანტი და ქართული ინტელექტი შესაშურად კარგი რესურსი არის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. და რა განაპირობებს უფრო? მე ვფიქრობ, ეს არის კულტურის ნაწილი და ისტორიის ნაწილი. შენ თუ კარგ კომპანიაში მოხდი და იქ ბევრი შესაძლებლობა გაქვს, ქართველი, შენი თანამშრომელი კი არ ხდება, შენი გუნდის წევრი ხდება და არ მიგატოვებს. ბოლომდე ლოიალური არის, ძალიან სწრაფად იზრდება და თუ რაღაცა არასწორი არის, მოვა და გეტყვის. და ეს ძალიან კარგად ჩანს, მაგალითად რომ შევადაროთ ევროპელ და დასავლურ მენტალობას. ჩვენ ქართველებს გვაქვს ეს ბრძოლის უნარიანობა რა გამომუშავებული, ხა შეება დღეს ამ მომენტში ხმლით არ გადიხარ, მაგრამ შენ ტვინში არის რომ უნდა იბრძოლო და ისწავლო. ანუ ემოციური ერი ვართ და აი დღესაც ნებისმიერ ბიზნეს შეხვედრაზე სადაც არა წახვიდე ემოციას მიყავს. ან ნარატივი არის ძალიან ემოციური. და სტრუქტურა აკლია ხოლმე, როგორც წესი, გეგმა აკლია. გერმანელებთან გეგმა და ემოციის დეფიციტი არის. და ჩვენ ვართ ამის მიქსი, ჩვენი კომპანია, ჩვენი გუნდი და ან მართლა უძლეველი ხდები, იმიტომ რომ შეგიძლია დაგეგმო და ემოცია ჩაასხა. ვერავინ ვერ გეჯობებს, არ არსებობს. გამარჯობა, ეს ლევან კოკოლიშვილის პოდკასტია და დღეს ჩემი სტუმარია საკონსულტაციო ჯგუფის გეგიძეს დამფუძნებელი და თიმაფის თანადამფუძნებელი. სანამ პოდკასტზე გადავიდოდეთ, აუცილებლად მინდა გთხოვოთ, რომ თუ თქვენთვის ეს კონტენტი საინტერესოა, გამოიწეროთ არხი, რადგან თქვენთვის ეგერთი მარტივი ქმედება, ჩემთვის უდიდესი мотиваციაა, რომ გავაგრძელო საქმე, რასაც ვაკეთებ და შემოგთავაზოთ კიდევ უფრო პროფესიონალური მომენტები. ვაკო, გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში, რომ გამონახედრო და მეწვიე დღეს პოდკასტში. პირველ რიგში ვინც არის ის უფრო ზუსტად რა საქმიანობს გეგიძე და თიმაფი მათთვის მოკლედ რო ვთქვათ, რას მოიცავს ეს საქმიანობები. ოკეი. ლევან, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიე. სასიამოვნო აღყოფნა. მივესალმები ჩვენს მაყურებელსაც. ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი გეგიძე არის კომპანიების ერთობა, რომლის მიზანი არის საქართველოს და რეგიონის განვითარება. ჩვენ პოულობთ კარგ სერვისებს, კარგ პროდუქტებს, რაც გვაქვს ქვეყანაში და ამას ვაექსპორტებთ. ჩვენი ძირითადი სერვისი არის ინტელექტუალური ექსპორტი, ვასაკავთ ქართულ და რეგიონალურ ტალანტს საერთაშორისო ბაზარზე და მაგისთვის გვაქვს ალკე პლატფორმა თიმაფი. და მის გარშემო ვაშენებთ ეკოსისტემას. ტალანტები, equipment-ი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება, გადახდები და სხვა დაკავშირებული პროდუქტები. პირველ რიგში სანამ დეტალურად გავშლით მაგ საკითხებს, მაინტერესებს სააგენტოს მოდელი ზოგადად აი თავიდანვე გინდოდა რაღაც სტუდენტობის პერიოდიდან უკვე საქმიანობაში იყო რაღაცა სასურველი მიმართულება თუ რატო გადაწყვიტე რომ სააგენტო არის ის რაც გინდა რომ აკეთო წლების განმავლობაში. ოკეი, კაი კითხვა არის. მე ვფიქრობ რომ სააგენტოს გარდა სხვა გამოსავალი არ იყო დასაწყისში. სანამ სააგენტოს დავიწყებდი სხვა კომპანიებში მუშაობდი, კარიერას ვანვითარებდი და რაღაც მომენტში გადავწყვეტე, რომ მეკეთებინა ის, რაც მე მაინტერესებს, ჩემი გადაწყვეტილებები, ესეთი განვითარების სერვისები შემეთავაზებინა კლიენტებისთვის. და ძალიან ლოგიკური იყო, რომ დაგვიწყო სააგენტოთი მარკეტინგის სერვისებით 2017-ში დავიწყეთ. აქტიურად სოციალური მედიის განვითარება, პროდაქშენი და უბრალოდ მივყევით და იმას ვაკეთებდით, რაც გვაინტერესებდა. ესე რომ უბრალოდ მოდი სააგენტო გავაკეთოთ. ეს ფორმატი არ ყოფილა. ამ ერთობას უბრალოდ ყველაზე კარგად განმარტავდა სააგენტო. გამოძახილი ხო არ იყო ასევე სააგენტო იმის რომ დამოუკიდებლობა გინდოდა და ცოტა არ იყოს დაიღალე იმით რომ დასაქმებულობაში ცუდი არაფერია, ძალიან მაგარი გამოცდილება, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ეს ლიდერულად მოწოდებით აქვს ის რომ ჩემი მინდა, მე მინდა ავიღო პასუხისგებლობა ხარისხზე და შენთან ეგ რამდენად იყო განმაპირობებელი ფაქტორი. ცალსახად რაღაც ნაწილი იყო ამისი, თუმცა ალბათ წინ უძღოდა ის, რომ გამოცდილება, რომელიც დაგროვდა საკმაოდ დიდი ხანი, დაახლოებით 10 წელიწადზე მეტი სხვადასხვა კარგ კომპანიებში ვიმუშავე საერთაშორისოში და ვხედავდი რა რეზულტატებს ვდებდით. და უბრალოდ ხედავ რომ შენი ჩადებული რესურსი და ინვესტიცია უკუგება შესაბამება მაგას, არც მორალური, არც ფინანსური და გასაქანი არ გაქვს. ანუ ნებისმიერ კომპანიაში შეიძლება სადღაც მიხვიდე, მაგრამ ჭერი ყოველთვის არის. ჩემ შემთხვევაში იყო
და ასევე ძალიან ბევრი იმედი გაცრუება იყო ამ პერიოდში და უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა რომ დამეწყო რაღაცა ჩემი და ვფიქრობ რომ ყველაზე საინტერესო და კარგი ინაბიჯი იყო დღევანდელი გამოსახედიდან. პირველი სერვისები რა იყო რაც გეგიძემ შესთავაზა კლიენტებს? ეს იყო მარკეტინგი, უფრო ბიზნესი, ზოგადი კონსულტაცია თუ 2017-ში რომ დავიწყეთ საქართველოში, მაშინ გვერქვა Digital Mate, იმიტომ რომ საქართველოში it was cool და მაშინ არ იყო ბევრი კრეატიული ან digital სააგენტოები, სულ რამდენიც ჩამოსათვლელი იყო და ჩვენ დავწყეთ სოციალური მედიის აქცენტი ქონდა organic content-ზე და ესე ვთქვათ კონკურენციაში შევდიოდი სხვა სააგენტოებთან, იმიტომ რომ ამბობთ რომ ჩვენი კრეატიული კონტენტი უფრო მეტ organic reach-ს მოიტანს ვიდრე ვიღაცის paid media და მაშინ ალგორითმები სხვანაირად მუშაობდა. და კარგად წავიდა ეს ყველაფერი. კარგად განვითარებდით მეტა იყო მაშინ მეტა არ ერქვა Facebook-ი და Instagram-ი იყო ყველაზე პოპულარული ქართული პაბლიშერები. არ ვიცი ხა თუ კიდევ არსებობენ ესე. და შემდგომში უკვე დავიწყეთ production-ი, მე დავიწყეთ web service-ების შეთავაზება, ნელ-ნელა დავამატე რაღაცები, რაც გვაინტერესებდა და რაღაც აუთენტური განვითარების გზა იყო. წეგან ახსენე რომ სხვა სახელით დაიწყო სააგენტო მოკერება. აი ეს მომენტი როდის იყო და რა ემოციური გადაწყვეტილება, რომ მოდი, ჩემი გვარი და ინიციალები უნდა გამოვიტანო, იმიტომ რომ ჩემთვისაც მართლა ის იყო, რომ შევხედე, LinkedIn-ზე სახელი და გვარი და რაღაც გვარი დაარქვა და ერთი შეხედვით სხვათა შორის იყო რომ ცოტა უცხო იყო ქართული რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ იმდენად დამამახსოვრდა რომ ეს ტიპი რაღაც იმას შვება რა საკუთარ ინიციალების გვარს რაღაცა ქართული ის გამოაქვს და ძალიან დამამახსოვრდა სამაგერთ პირველივე ასე ვთქვათ დანახვისას. აი მაგაზე რომ მოგვიყვე მაგ ნეიმინგის ამბავს. 2019-ში მე და ჩემაცომა გადავწყვეტ რომ გადავსულიყავით გერმანიაში, იმიტომ რომ გვინდოდა საერთაშორისო თამაშის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება და ყველაფერი დავიწყეთ ახლიდან, ანუ რომ გადავედით, აღარც გუნდი, აღარც კლიენტები, ან from scratch. ქვეყანაში სადაც არავინ არ გიცნობს და ცდილობ რომ გაყიდო ნებისმიერი სერვისი რაც გაქვს. არ აქვს მნიშვნელობა ვები, production-ი, რა ვიცი, growth service-ები და არავინ არ გიცნობს. და სახელიც ხა Digital Mate იმ პერიოდში საქართველოში იცოდნენ, იქ არავინ არ იცოდა და ზოგადი იყო. ძალიან ზოგადი იყო. ხო, ანუ it was maybe cool, მაგრამ კონკურენციაში ბერლინში სტარტაპების ქალაქში ევროპაში ნომერი მეორე იყო, ძალიან რთული იყო მაგით კონკურენცია. და ერთ-ერთ გერმანელთან საუბრისას რომელიც ჩვენი კლიენტი გახდა, ესეთ რაღაც მითხრა რომ მე შენ გენდობი და ჩემთვის მნიშვნელოვანია შენთან ურთიერთობა ნებისმიერ ხელშეკრულებაზე მეტად და თითქოს არაფერი ახალი, მაგრამ იმ მომენტში დავფიქრდი, რომ ეს უცხო ადამიანი მენდობა მე, ესე იგი მე დავიმსახურე მისი დობა ჩემი ქმედებებიდან, საუბრის მანერიდან თუ სხვადასხვა აქტივობებიდან. და მივხვდი, რომ ჩემი თავი როგორც შემიძლია გავაცნო საერთაშორისო ბაზარს არის, ისევ ჩემი გვარი და გერმანიაში ძალიან მიღებული პრაქტიკა არის, ძალიან ბევრი ბრენდი, Siemens, Bosch, Mercedes და კიდევ სხვა მრავალი ოჯახის გვარებს ატარებენ, რომელიც არის манифესტი თავისი ხარისხის. და ზუსტად იცი, როდესაც Mercedes ყიდულობ რა ხარისხი დაგხვდება, ან Bosch, ან Siemens, ხო? შესაბამისად, ჩვენი ასოციაციაც ეს იყო, რომ ადამიანები, რომლებიც იწყებენ ურთიერთობას გეგიძესთან, მიიღებენ ლოიალურობას, ტრანსპარენტულობას და აუცილებლად შედეგზე ორიენტირებულობას. და იმის მერე ესე მოვდივართ. ძალიან საინტერესო. იცი რა მითხარ, გეგიძე უცხოურ ბაზარზე რო გავიდა, მაგის გადაწყვეტილება უფრო იქიდან გამომდინარე იყო, რომ როგორც ყველამ ვიცით, საქართველოში სკეილის პრობლემა ალბათ ერთი და კიდე რა იყო мотиваცია, რომ გვეთქვა, რომ იცი რა, თან ეხლა კიდე უფრო ტრენდულია, მაგრამ მაგ დროს cool ისითვლებოდა რომ აქაური დიდი კლიენტები მოგეზიდა და ძალიან ცოტა თუ ფიქრობდა ესე აქტიურად უცხოურ კლიენტებზე გასვლას და მე ჩემი რეალობიდან რაც ვიცი ერთ-ერთი პირველი იყავი მაგ მხრივ სააგენტოს სერვისები ესე აქტიურად რომ გაიტანა უცხოეთში. აი მაგ მოტივზე რო გითხრა და გადაწყვეტილებაზე რატო პირდაპირ უცხოეთი. კი ბატონო. იცი რა, ალბათ ახალი არაერთი არ იქნება კი სალსახად საქართველოს ბაზარი პატარაა, თუმცა ზოგისთვის ორზე ნინაფარი. ჩვენ მე 2 წლის თავზე გადავწყვიტეთ, რომ გადავსულიყავით, იმიტომ რომ ერთი შეგრძნება ქონდა, რომ ჭერს ავარტყით თავი, იმიტომ რომ საქართველოს ბაზარზე მაგ დროს შეგეძლო გემუშავა ან ბანკთან,
ან კაზინოსთან, ან რომელიმე ფარმაცევტიკულ კომპანიასთან. ხო, და ან ბენზინგასამართლებლების ქსელთან. ესეთი ის არ იყო და იქაც ნეპოტიზმი იყო და ლოიალურობა არ იყო. შესაბამისად ჩვენი ამოცანა ანუ ორი ცეცხლი იწოდა. ერთი შინაგანი სურვილი რომ საინტერესო თამაში ითამაშო. იმიტომ რომ ადამიანები აკეთებენ რაღაცას ზოგი ბიზნესისთვის და ფული ამოცანა და ჩვენთვის არის თამაში. ანუ ყველაფერს სადაც ვაკეთებთ არის ის რაღაცა გვაინტერესებს და თავიდან არაფერი არ ვიცოდით. განვითარეთ იმის მიხედვით, სადაც ინტერესი დავინახეთ. ეს იქნებოდა production-ი, web service-ები, აპლიკაციების კეთება, ავტომატიზაცია თუ transformation-ი. აქ ეს არეალი შეზღუდული იყო. და თავისთავად მე ყოდა გუნდი, რომელიც გაზრდა გინდა და maintenance-ი გჭირდება და ეს კოსტები მოყვება. იმიტომ რომ სააგენტოში კარგად იცი, შეიძლება ერთი საკმაოდ ზურიანი პროექტი გააკეთო და მე რამდენიმე თვე იჯდე, გულხო დაკრეფილი და თქვა რომ ღმერთო როდის იწვიმებს. და ჩვენ არ დაველოდეთ რა, დუერები ვართ და წავედით და დავიწყეთ ამ opportunity-ის წებლა. და მაგიტო გადავედით გერმანიაში. იცი რა მეტყვი, როცა კომპანიებთან ახლა ურთიერთობა გაქვთ, თავარი მაინც highlight-ი რა არის ტერმინს ვიხმარ მაინც გეგიძეს unique selling point-ი რა არის, რას ან როცა ვესაუბრობთ თუნდაც ქართული ტალანტებზე, ვესაუბრობთ რა ტექსტებზე, ძირითადი შენიათ რატო თანხმდებიან თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ ექსერვისები რაც ჩამოთვალეთ, ერთი შეხედვით ძალიან ბევრს აქვს, ხო? და დაწყებული კონსალტინგიდან ვებით დასრულებული. გარდა იმისა, რომ ბრენდია უკვე შექმნილი, თვითონ პროცესუალურად რას ენდობიან ყველაზე მეტად და რითი იხიბლებიან, ასე ვთქვათ, კლიენტები შენ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ ძირითადი არის customer care და ნდობის კომპონენტი, რომელიც ძალიან რთული მოსაპოვებელია თავიდანვე, თუმცა ეს ხდება მუდმივად ერთი და იგივე საუბრით, გამოჩენით, რაღაც ინგლისურად კარგად წეს you need to show up, ხო? და შენი თავი აჩვენო შენს აუდიტორიას, რომ ან იზდები, ან რაღაც პრობლემის წინაშე ხარ, ამას როგორ ლახავ, ეს ყველაფერი მოდის ყოველდღიურობით და რთულია მარტო ბიზნესის საკითხი თუ ინტერესი არ გაქვს. შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში ჩვენი კომუნიკაცია სხვადასხვა სოციალურ მედიაში, როგორც არის LinkedIn-ი, კიდეც Meta, სხვადასხვა კონფერენციებზე სიარული, ჩვენი აუდიტორიის ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ დღეს უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის კლიენტთან ვიმუშაოთ და ნდობით მოდიან. დღეს უკვე იმ პოზიციაში ვართ, რომ ძირითადად უარსოებრებით კლიენტებს. აბსოლუტურ უმეტესობას რო წარმოიდგინოთ დაახლოებით 90%-ს, ეხლა ვისთანაც საუბრობთ, ჩვენ ვარსოებრნებით ერთი მარტივი მიზეზის და გამო, რომ ჩვენ ვერხედავთ სტრატეგიულ განვითარებას. ანუ ჩვენი სერვისები თლიანად ორიენტირებული არის გრძელვადიან ურთიერთობას. გრძელვადიანი ურთიერთობა ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, ერთია ადამიანის ენდობი თუ არა, ის ქიმია გიყალიბდება თუ არა, გრძელვადიანი ხედვა რა გაქვს, ანუ შენ თუ გინდა რომ მაგალითად შეხვედრაზე ადამიანი რომ შემოდის და ეგრევე ფასზე გელაპარაკება და საერთოდ პროდუქცია არაფერი არ იცის, ეგრევე red flag-ია და ეუბნები რომ კარგად იყავ, იმიტომ რომ მე გარ მაინტერესებს. ჩემთვის და ჩემი გუნდიც მნიშვნელოვანია რომ ჩვენი დრო დავაინვესტიროთ ისეთ კომპანიებში, რომლებსაც უნდათ რომ ჩვენ ერთად განვითარდნენ და არა ხოლმე ერთხელ იყიდონ რაღაცა და წავიდნენ, იმიტომ რომ ეს დაკარგული რესურსი არის. ხო და დასაწყისში ცალსახად ზართულია, ბევრი არასასურველი კლიენტი უნდა გამოიარო და ბევრი ესეთი кейსი რომ მიხვდე რომ ეს რაღაცები არ უნდა აკეთო. ჩვენ ამ ვიწრო ინდუსტრიაში, სადაც ვართ ამ ნიშაში, თავის დროზე ბევრი შეცდომები დავუშვით და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი პროფესიონალები დავდექით. TeamUp-ის იდეა საიდან წამოვიდა და სტორი როგორია TeamUp-ის უკან? TeamUp-ის სტორი ძალიან საინტერესოა. მაგალითად გერმანიაში გადავედით remote-ად მაშინ დავიწყეთ აქტიურად რა მუშაობა. იქ ყიდით სერვისებს, საქართველოში ყავდა ფრილანსერები, ტალანტები და product delivery-ს ვაკეთებდით. რაღაც პერიოდში ვთქვით, რომ ანუ ვერასქელებ რა ძალიან რთულია, ხა შენც წეგანავოდი რომ account manager-ი ვიყავი და რამდენიმე accounts კი უძღვებოდი, მაგრამ იმის იქით რთულია რომ გადასცე ეს ყველაფერი. და მაგ მომენტში დავფიქრეთ, რომ ოკეი, როგორ შეიძლება რომ დავასკეილოთ ბიზნესი, ისე რომ ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არ იყოს და product quality არ იყოს ჩემზე ბობული. და იმის მაგივრად რომ გაგვეყიდა დავშოთ delivery product-ი გავყიდეთ დრო ადამიანებს, რომელიც მუშაობდნენ. და მაშინ ამას რაღაცა dev shop-ებს ეძახდნენ, ან რაღაცა staffing agencies, ბევრი სახელები ჰქონდათ, time and materials რო ყიდნენ.
ამით დავიწყეთ. ძალიან გაჭირდა, იმიტომ რომ გერმანია ძალიან კონსერვატიული იყო და არის კიდევაც და გერმანიის გარეთ ვიღაც საყვანა უკეთ რთული იყო, მით უმეტეს საქართველოში, პოლონეთი და რაღაც მიმდებარე ქვეყნები, ოკეი. როგორ მოაგვარეთ? ცალსახად ბევრ კაზონა დააკაკუნო, ბევრს უნდა უთხრა და ვიღაცა დაგთანხდება და ესეც ვიღაცა დაგთანხდა კომპანია, რომელსაც უკვე ყავდა საქართველოში ტალანტები და მითხრა რომ არ ვარო კმაყოფილია და თუ შეგიძლია დამეხმარო. და ოკეი, ვწდი და რაც ერთ კვირაში 5 ადამიანი დავონბორდე. თან ძალიან ისეთი ნიშაში. Amazon-ის სელერებისთვის ლოგისტიკის მენეჯერები ჭირდებოდა და Amazon-ის მარკეტერები. ერთ კვირაში დავონბორდეთ, ყველა აიყვანეს. და პირველად გავაკეთეთ რა. ვინც ხო ერგო ამ სფეროში, მით უმეტეს ეს ნიშურში შერჩევა, შეთანხმება და ამ ყველაფერს ონბორდინგის, ერთ თვეზე მაინც წელავენ ხოლმე მინიმუმს. ისინიც ძალიან smart ტიპები აღმოჩნდნენ და ჩვენს delivery ძალიან მალე გავაკეთეთ. რომ დავინახე რომ ვაუ რა საინტერესოა, იმიტომ რომ effort-ი თავიდან ჩაიდო და შემდგომში უკვე ესეთ მონოტონურ რაღაცებს აკეთებ, რომ payroll-ი და რეგულირო compliance-ი კონდა GDPR-ი და ესეთი ავტომატიზირებული პროცესი არის. აი დავიწყე ამ მოდელით შეთავაზება. და რამდენიმე თვეში საკმაოდ კარგი რაოდენობა ავკრიფე. COVID-ი დაემთხვა. და COVID-ი რო დაემთხვა, მახსოვს ეს ბიჭები მწერენ რომ გერმანიაში შევხვდეთ რა მაგ დროს უკვე მიმოსვლა ქონდა გერმანიაში ჩავედით ყველაფერი დაკეტილია იმედი მაქვს გერმანელები არ ნახავენ რესტორნები არ მუშაობს და ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ეს ჩაბნელებული ჩვენთვის არის ერთი მაგიდა და ეს შევხვდებით ხეს კინოებში რო არის რაც არალეგალური შეხვედრები რესურსებზე და საუბრობთ ხო რა გვერდიდან გეგონებოდა რაღაც მაფიოზების შეხვედრა და ჩვენ საუბრობთ ტალანტების ექსპორტზე და შემოთავაზეს რომ მოდი გავაკეთოთ ახალი კომპანია რომელიც ფოკუსირებული იქნება გერმანული კომპანიების და ქართული ტალანტების დაკავშირებაზე. იმ მომენტში ისეთი კარგი ოფერი იყო ჩემთვის და no brainer იყო რა ეგრევე ვუთხარი მოდი გავაკეთოთ. 2020 წლის ნოემბერი იყო და 2021 წლის იანვარში კომპანია გავხსენით, პირველი 2 თანამშრომელი ავიყვანე და იქიდან დავლონჩეთ. პირველი 6 თვე საერთოდ ერთმანეთი ნანახი არავის არ ყავდა. COVID-ის გამო სწრაფად გავიზარდეთ, ჩამოყალიბდით, რაღაცა პერიოდი გავიდა და წინა წელს ეს კომპანია მთლიანად გამოვისყიდეთ მე და ჩემმა ბიზნეს პარტნიორმა ზურამ და ეხლა ჩვენ მართავთ ვანვითარებთ 7 ქვეყანაში გვაქვს ოფისები და 20 ქვეყანაში ყავს კლიენტები. სტრაფის გეილიც გქონდათ და კარგი ისტორია და. ნიც რამეთებს ქართულ ძირთად თიმაფი შედგება ქართული რესურსისგან ხო ესეა? უმეტესწილად კი. რა სიტყოდი, აი ქართულ ტალანტებში ძლიერი და სუსტი მხარეები რა არის? ნუ რაზეც სუსტ მხარებს გულისხმობ, რაზეც გიწევს ხშირად საუბარი, რომ ანუ წინასწარ შეათანხმო და ბევრი ასე თქვა გათვალისწინების ბევრი რაღაც გათვალისწინება და ძლიერ მხარებში აი რითიც შეგიძლია რომ ეს ტალანტები ადვილად მიყიდო ევროპულ და სხვა ბაზრებს. ძალიან კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ პირველი მაგას გვეკითხებიან რომ რატო საქართველო და სიტყვაზე რატო არა სხვა რეგიონალური ტალანტი, რატო არა ევროპელი ტალანტი. თან დავაზუსტებ რომ იმდენად რაღაც სასიამოვნოდ საუბრობ ხოლმე რომ რაღაც გისტორდება რომ ქართველი ხარ, იმიტომ რომ იმდენად თვითონ შენ პოსტებშიც რა ერთი რო კი საქმიანობა მაგას ეხება, მაგრამ იმდენად კარგად აღწერ ხოლმე და ასე ვთქვათ, ესე ქართულ რესურს და ტალანტებს, რომ ანუ ადამიანისთვის რაღაცას არის, რომ ვა ეს ქართველები რასაკეთებენ ესეც. იცი რა, სიმართლეს ვამბობ, მე სეილსმენი ვარ და კარგ პროდუქტს ვეძებ და ამ შემთხვევაში ქართველი ტალანტი და ქართული ინტელექტი შესაშურად კარგი რესურსი არის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. და რა განაპირობებს უფრო? მე ვფიქრობ ეს არის კულტურის ნაწილი და ისტორიის ნაწილი. ანუ ერთი ის რომ სულ ამას ყვები ხოლმე როცა საზოგადოებრივ რაღაც კონფერენცია არის, კულტურა როგორ ზემოქმედებს სამუშაო კულტურაზე. ანუ საქართველოში რას ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთისაა. და რას ვაკეთებთ ხო ჩვენ
ხედავთ ვიღაცა რომ მოდი ჩვენთან, გადავაკვდებით, მოვიპატიჟებთ, ყველაფერს გავუკეთებთ, ღვინო, პურს გამოუცხობთ, დავათვალიერებინებთ, მოვყვებით ისტორიას და ეს არ გვალდებულებს, ხო? genuinely მოდის, რომ გინდა და შენ თვითონ გისწორდება როგორც ქართულს. აი ხა ეს ყველაფერი რო გადათარგმნო სამუშაოში ზუსტად იგივე არის. შენ თუ კარგ კომპანიაში მოხდი და იქ ბევრი შესაძლებლობა გაქვს, ქართველი შენი თანამშრომელი კი არ ხდება, შენი გუნდის წევრი ხდება და არ მიგატოვებს. ბოლომდე ლოიალური არის, ძალიან სწრაფად იზრდება და თუ რაღაცა არასწორი არის, მოვა და გეტყვის. და ეს ძალიან კარგად ჩანს, მაგალითად რომ შევადაროთ ევროპელ და დასავლურ მენტალობას, იქ ძალიან ესე ვანილას ეძახიან რა, აი იმდენი opportunity აქვს რა დიდად კიდიათ რა. ოკეი, გამოვა თუ არ გამოვა რა, შენ სტარტაპიდან ფული აიღე, არ განვითარდა სტარტაპი, ნუ რას იწავა, წავედი. აღმოსავლეთში, აზიას გულისხმობ, იქ ყველაფერზე თავს გიქნევენ და მე რო არ გამოდის, sorry sir. რაღაც ვერ იმაშვიდე ქართული გეუბნება რომ არა, ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ესია და შეიძლება არც გაგიკეთოს და ძალიან ბევრი გადაურჩენიათ ქართულ დეველოპერებს, ქართულ PM-ებს ესეთი პროექტები, რომელიც განწირული იყო. ადამიანური ემპათია, საქმის მიღმა, რომელიც გამოდის რომ საქმეს უასაპორტებს. ზუსტად. და ჩვენ ქართველებს გვაქვს ეს ბრძოლის უნარიანობა რა გამომუშავებული, ხა შეიძლება დღეს ამ მომენტში ხმლით არ გადიხარ, მაგრამ შენ ტვინში არის რომ უნდა იბრძოლო და ისწავლო. შესაბამისად რო ხედავ opportunities რომ ვაუ, აქ რაღაცა განვითარების გზა არის. უეჭველი მიდიხარ მაგეთ. ჩვენ რო დავიწყეთ საქართველოში ისე ცოტა ტექ ტალანტი იყო. აი სანთლით საძებარი და მით უმეტეს რომ ინგლისური ცოდნეთ. რო შეადარო რა ხდებოდა 5 წლის წინ და რა ხდება დღეს. ან ჩვენ ჩვეულებრივად თამათ ვიტყვი რომ ჰაბი ვართ მთელი კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებიც მრავალჯერ დიდები არიან. თურქეთშიც ყავს ტალანტები, სომხეთშიც ყავს, აზერბაიჯანშიც, უზბეკეთშიც, ყაზახეთშიც და ეგვიპტეშიც. სომხეთი არის ჩვენთან ახლოს რაოდენობით და სომხეთსაც ძალიან კარგი ტალანტები ყავთ, იმიტომ რომ იქ გაცილებით ადრე დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ სხვაგან რო შევადაროთ per capita გაცილებით მაღალი დონე არის ჩვენთან ლოიალურობისაც და თვითონ ინტელექტის. და საკმაოდ დიდი კონტრასტია იმასთან შედარებით რა ასე ვთქვათ ფონიც არის ჩვენთან, რომ თითქოს ქართველები ზარმაცები არიან, ქართველები რაღაცებს ვერ იზავენ, არა და მეც რაც შეხება მქონია, ყველგან ძალიან ბევრი სკილისა და ერთი რო ეგ ცალსახად ემპათია, მეტი ჩართულობა, მაგრამ multi-tasking-ის მიმართულებით გვაქვს მართლა ის რაღაც გაძრომა, გამოძრომა და ბევრი extra skill-ი, თუნდაც ემპათიაც ერთი ესეთი skill-ია და ჩემთვის ძალიან ემოციურია ხოლმე ეგ, როცა ვიცი ძალიან ბევრი წარმატებულ ადამიანს ვიცნობ და ისეთ ადამიანს, რომლებიც ძალიან შეიძლება დიდ პოზიციაზე არ არიან ქვეყნის scale-დან გამომდინარე, მაგრამ აი მნიშვნელოვანია და ეგ ფონი არ უნდა იყოს, რომ თითქოს ქართველებმა ან თავის დროზე მისვლა არ ვიცით, ან გვეზარება მე მგონი რომ ევროპაში და ამერიკაში შეხვედრია და მენო ვინც აგვიანებენ და ხდება რა. კი, არა, გეთანხმები. ხა ისე არ არის რომ ერთ ადგილას ან ყველა ცუდი ან ყველა კარგია, აქაც ყავს ესეთი ადამიანები, რომლებიც პირობითად ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, იგვიანებენ კიდევაც და გერმანიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც იგვიანებენ. თუმცა მე იმას ვამბობ, რომ ქართველები სწრაფად სწავლობენ. იმიტომ რომ აი თუნდაც აი მარტივი მაგალითი ის არის, რომ ჩვენ გერმანელებთან ერთად რო მუშაობდით, ძალიან სწრაფად განვითარდით. ქართველებს გვაქვს ანუ ემოციური ერი ვართ და აი დღესაც ნებისმიერ ბიზნეს შეხვედრაზე, სადაც არა წახვიდე, ემოციას მიყავს. ან ნარატივი არის ძალიან ემოციური. და სტრუქტურა აკლია ხოლმე, როგორც ეს გეგმა აკლია. გერმანელებთან გეგმა და ემოციის დეფიციტი არის. და ჩვენ ვართ ამის მიქსი, ჩვენი კომპანია, ჩვენი გუნდი და ან მართლა უძლეველი ხდები, იმიტომ რომ შეგიძლია დაგეგმო და ემოცია ჩაასხა. ვერავინ ვერ გეჯობებს, არ არსებობს. და ეს მე ბევრ რაღაცაში გამოიხატება რა. ის რომ მაგალითად შეხვედრა daily stand-up-ი გაქვს 10 საათზე და ვიღაცები მოდიან 11-ის 2 წუთზე, ან თუნდაც 1 წუთზე, ეგ არ უნდა იყოს მისაღები, იმიტომ რომ ყველა სხვა გუნდის წევრი იქ არის. ეს არის შენი mindset-ი, რომ მე 2 წუთით ადრე გავაკეთო რაღაცა და არ დავაგვიანო. არ დავპირდი ადამიანს რაღაცა, რასაც ვერ გავაკეთებ და აი ხვალ გავაკეთებზე გავაკეთებ. ქართველ დეველოპერების ამბავი რაც იყო, ხო იცი? და მე რო თითვე იმუშავებოდი. ეს რაღაცები არ უნდა გქონდეს და უნდა გააზრებულად და სტრუქტურულად მივიდგე საქმიანობას, რომ რასაც იტყვი, ეს უნდა შესრულდეს. ეს არის რეალურად ძალიან მარტივი
თუმცა ამავდროულად რთული გასაკეთებელი. უფრო დიდ პრობლემას ეხა ზუსტად რაც ახსენე, მაგაში ვხედავ, რომ შეთანხმება და მექანიზმი და სისტემა არ არის იმდენად, ასე ვთქვათ, სტრუქტურიზებული და გამოდის, რომ მე თუ შეთანხმება არ არის, რომ ანუ ერთი წუთიც ერთი წუთი დაგვიანება მაგ შემთხვევაში ეგ ერთი ხან 3-ია, ხან 5-ია და მე გამოდის, რომ ქართველები აგვიანებენ ან რაღაც. ხო, ნუ ეგ პატერნი თუ შეიმჩნევა, მაშინ შეგიძლია რომ განაზოგადო. თუმცა ცალსახად უკეთეს გზაზე ვართ. ანუ ჩვენი თაობა და ეს ახალგაზრდები, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, ცადა დედამიწა არის და უშუალოდ ჩემზე ძველ თაობასთან შედარებით. კი ბატონო. იცი რა მითხარი, ვაკო, დღეს ძალიან ბევრი კომპანია საუბრობს და ბევრი საინტეგრირებს AI თულებს განსაკუთრებით იმ სფეროში, სადაც საქმიანობ web development-ი ბუმია ეხა, იმიტომ რომ junior mid-level პროგრამისტებს აღარ საჭიროებს ბევრი კომპანია, მაგეთ ჩემი მეგობრები chatbot-ს ავითარებენ და 5 წლის წინ რო ეკნათ სამჯერ მეტი კადრი უნდა ყოლოდათ და ეხა თითქმის რაღაც 3-4 ნაკლებს იყენებენ. ჩვენ მხარეს როგორ დაეტყო ზოგადად იმ საქმიანობაში, სადაც ხარ გეგიძეში, team-up-ში, აი ეგ გავლენა, AI-ის გავლენა, თვითონ ხელფასებზეც მათ შორის გავლენა და არა როგორც რაღაც tech expert-ი, არამედ როგორც founder-ი, რა სიტყოდი, შენი დაკვირვებით საით მივყავართ რა ტენდენციისკენ და რა სკილები უნდა განავითარონ ტალანტებმა იმ მიმართულებებით, სადაც შენ ასაქმებ, რომ იყვნენ, ასე ვთქვათ, მოთხოვნადები ბაზარზე. ჩემი ცალსახა პასუხი არის, რომ AI აუცილებელია და ძალიან მაგარი ევოლუციის განუყოფელი ნაწილი არის. ნახე ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, დეპრესიაში გადავარდნენ AI-ის გამო, კოპირაითერებმა მიატოვეს წერა, იმიტომ რომ რაღაც მინდა, იმიტომ რომ ChatGPT დაწერს ან რაღაც გავსი, მაგრამ სრული ნონსენსია. ეს არის ჩვეულებრივი tool set-ი. ანუ AI მიმართულებაა, მაგრამ ჩვეულებრივი tool-ია, რომელსაც იყენებ. რავი, თუ გრამარალის იყენებ დასაწერად, Figma-ს იყენებ დასახატად, ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტს AI შენ გაძლევს საშუალებას, რომ ბევრად უფრო სწრაფად იმუშაო. ბაზარი გარდაიქმნა, მაგრამ ის ადამიანებიც აითვისეს ეს ახალი ინსტრუმენტი, მათი ფასი ბევრად გაიზარდა. ბევრად. და ვინც ვერ აითვისა, ცალსახად ისინი ჩანაცვლდებიან იმ ადამიანებით, რომელმაც აითვისა, ეს ძალიან მარტივია და აქამდეც ესე იყო. ადრე თუ პირობითად დიზაინერი ყავი და მარტო Corel-ი იცოდი და არ იცოდი სხვა ინსტრუმენტები, ცალსახად ჩაგანაცვლებდა, ვინც ბევრად უფრო ფართო ცოდნა ჰქონდა და UI-ს კეთება უკეთესად იცოდა და UX research-ის. დღეს მოთხოვნა ბაზარზე შეიცვალა. ვინაიდან შენება გაადვილებული არის ციფრული პროდუქტების, ან ნებისმიერ შეუძლია რომ აშენოს MVP, მაგალითად Lovable-ზე რომ შეხვიდე, ახლა უკვე Figma-მას დაამატა თავისი make-ი, ჩვეულებრივი prompt-ით შეგიძლია რომ landing page-ი, website-ი ან fully functional MVP გააკეთო. ნებისმიერს რაღაც 5 წუთში. შესაბამისად, ახლა პრობლემა დგას იმაში, რომ პროდუქტი არის, მაგრამ როგორ გავყიდო? და უფრო მეტი მოთხოვნა გვაქვს მარკეტერებზე, sales კადრებზე და customer support-ზე. ანუ ადამიანური ასე ვთქვათ, connection-ი მნიშვნელოვანი არის, შესაბამისად, ყავს კლიენტები, რომლებიც იყენებენ AI-ის customer support-ში, თუმცა პირველი რეპორტები რაც არის მომხმარებელს თუ არჩევანის საშუალება აქვს 90%-ზე მეტი ირჩევს, რომ ადამიანს ესაუბროს, ვიდრე AI chatbots. შესაბამისად, ერთი პერიოდი მაგაზე ვარდნა იყო, ეხა ისევ ადის. გრძელვად იმას ხედავ, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, უნდა იპოვო შენი ახალი toolset-ი AI-ის გამოყენებით და მიყვე, იმიტომ რომ რაოდენობა და მოთხოვნა სულ გაიზრდება. არ იქნება ის, რომ ჩანაცვლებიან სულ დეველოპერები, ჩანაცვლებიან ისინი, რომლებიც ახალ tools არ აითვისებენ. თუმცა საინტერესო რაღაც თქვი მარკეტერებზე მოთხოვნის ზრდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მარკეტერს დღეს აქვს რაღაც ჭყალებში პირდაპირ ვთქვათ შიშის შეგრძნება, როგორც თქვი, იმიტომ რომ მარკეტერის საქმე მოიცავს რაღაც copywriting-ის ცოდნას, ცოტა advertising-ს, ცოტა branding-ს და მანდ ანუ ფიქრობ რომ ადამიანური ასე ვთქვათ ხელის დატყობა, კრიტიკული აზროვნება და ამ ყველაფრის merging-ი, ну რასაც დღეს რაღაც
digital growth-ი აკეთებს ალბათ უფრო მმართველობის ყველა მმართველობის შეჯამებით X-Kill-ი ფიქრობ რომ ჯერ კარგახანი მინიმუმ მაღალი მოთხოვნის იქნება. აუცილებლად იცი რა ადამიანების ტვინი როგორ მუშაობს რა რაღაც news გაიგებენ რომ ეხა შეიქმნა AI და ის ჩაანაცვლებს ყველას და გონია რომ ხვალიდან ეგრე იქნება ან არაფერი არ იქნება ხვალიდან ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები რომელსაც თავისი ვებსაიტები არა აქვს თავისი სოციალურ მედია პეიჯები არა აქვს ანუ ბევრი ეპოქის სხვადასხვა ადამიანი არის ჯერ კიდევ ბიზნესში რომელსაც ზოგს საერთოდ digital presence-ი არ აქვს კი რაღაცები უკეთესი ხდება მარტივი ხდება მაგრამ ისე და ესე მიდივართ იმამდე რომ შენთვის როგორც პროფესიონალისათვის მარკეტერი ხარ რაღაცა უნდა გაადვილდეს მაგალითად აქამდე თუ ყველა აუდიტორია შენთან მოგეძებნა ეხლა მეტას ახალი AI advertising-ით ხო ის რო ხედავს რომ conversion-ები ხდება და შენ CRM-დან აჭმევ data-ს უფრო მარტივად იმაშება რომ ოკეი 100 კაცს თუ ვაჩვენ და 10 conversion-ი ქონდა ესე იგი ამათის lookalike-ები უნდა ვიპოვო და შენ ხელით აღარ გიწევს ამ აუდიტორიების გადაწყობა ხო მაგრამ ვიღაცა რომ მოვიდეს ხელით მაგას ვერ გააკეთებს ახლიდან ხო შენ ცოდნა და გამოცდილება არის საჭირო ხო აი ზუსტად advertiser-ების შიში რო გამახსენდა მაგიტო გითხარი რომ ვაუ უკვე მეტა მეუბნება და ბოლოში ღილაკში მიმალავს რაღაც custom advertising-ს ხა ეთაკეთებს 2 კლიკში მე 1 კლიკზე დავა რაღაც და მაგიტო ხო არის ასე ვთქვათ შეფარული შიში მაგრამ ყოველ იმდენი ცვლადია აი წეგან ახსენე რომ ზოგს ვებგვერდი არ აქვს ზოგს რო აქვს რამდენი UX კვლევა შეიძლება ჩატარდეს ამიტომ დაგამშვიდებთ იცი რა ბევრად უფრო საინტერესო ხდება რა ანუ ეს ჩემი აზრით პრობლემა არის ადამიანებისთვის ვინც აკეთებს 9-ან 6-მდე საქმეს მაგრამ ვისაც უსწორდება თავისი საქმიანობა უფრო და უფრო მეტი სათამაშო ინსტრუმენტი აქვს აი კარგი განვითარება ქონდა გაყიდვების როლს აი ადრე მაგალითად იყო ჩვენ რო დავიწყეთ ცალკე ყავდა lead generation სპეციალისტები მე cold outreach ვინც აკეთებდა ანუ პირველთვის მიეწერა მე ვიღაცა იყო ვინც ავტომატიზაციებს აშენებდა სათითაოდ რაღაცა Make-ში, Zapier-ში, CRM-თან აკეთებდა ამ რაღაცებს მე იყო account executive რომელიც ხდებოდა და მე იყო უკვე account manager რომელიც იბარებდა დღეს account manager-ი არის ცალკე ამ ეტაპზე და დანარჩენი სხვა ყველა უკვე ერთ ადამიანში GTM-ი ქვია ხო go to market-ს ვინც აკეთებს იმიტომ რომ ყველა ინსტრუმენტი ერთ ადამიანმა მოიცვა და სრული ავტომატიზაციით შეგიძლია რომ ეს ყველაფერი გააკეთო მაგრამ ეს აითვისა ერთ-ერთმა ადამიანმა და იმიტომ განვითარდა სხვებს რო აითვისება და 3 GTM-ი იქნება და 3 ჯერ მეტ შედეგს დადებდა ანუ დაახლოებით ესე უყურებ ამ ნაწილს ჟენიერი digital jungle-ს რო გითხრა ორი წუთი ორი სიტყვით უფრო გეგიძეზე მსმენია და team-up-ზე, მაგრამ digital jungle-ზეც ვიცი რომ რაღაც კარგი, ასე ვთქვათ, სივრცეა შექმნილი და ვინც არიცის მათთვის რომ მოუყვეთ. ხო, digital jungle არის ჩვენი სამუშაოთვის შექმნილი workspace-ი, არის members only club-ი. რატო გავაკეთეთ ალბათ მარტივი იყო ვერ ვიპოვეთ სივრცეს რაც კომფორტულად ვიქნებოდით ერთი პერიოდი სხვადასხვა coworking-ებში ვიყავით ვქირავდით ბონდე კომფორტულად ვერ გრძნობდით მან თავს მე კერძო სახლი ვიქირავეთ მაგრამ რაღაცა ძალიან სახლურ vibe-ზე იყო ალბათ ყველა სააგენტოს გამოცდილი აქვს და მე ერთი დღეს თქვით რომ კი რა როგორი გვინდა და გუნდში დავჭერთ რა გჭირდებათ რა იყოს ლამაზი, კომფორტული, ნათელი და სკოგოებს გაიყო გასაბრანჭი. დაახლოებით ერთ თვეში ვიპოვეთ ადგილი, რომელიც შევისყიდეთ და მოვაწყეთ ჩვენთვის. დღეს არის დაახლოებით 100 პერსონაზე გათვლილი სივრცე, ინდივიდუალური ოფისები და საერთო სამუშაო სივრცეით. 100-ზე მეტი მცენარე გვაქვს, რომელსაც უვლით. ესე ვერ შემოხვალ ქუჩიდან, აუცილებლად გაიარო აპლიკაცია და ჩვენი ამოცანა არის, რომ community ყავდეს მანდ და მარტო გრძელვადიან ესე subscriptions-ი კი, იმიტომ რომ როცა მუშაობ, შენი სამუშაო სივრცე ასე წმინდა არის რა, ჩემთვის მაგალითად ეს ვიღაცა ფეხბურთს თამაშობს, ვიღაცა კალათბურთს, ეს ჩემი სპორტი არის და ჩემს სპორტში, ჩემს ბიზნესში მინდა რომ სრული ჰარმონია მქონდეს. მინდა რომ ეხებოდე მცენარეს, მინდა რომ კარგი ყავა მქონდეს, კარგი სასმელი მქონდეს, კარგი აუდიტორია მყავდეს გარშემო. და თუ ადამიანები ყოველდღე მეცნობიან,
გვერდზე ერთ მაგიდასთან თუ ზივართ და ყოველ დღე ან მე ვიცი ჩემს ადგილას სხვა მოდის ან შენ ადგილას ის ურთიერთობა ვერ ყალიბდება და ძალიან სხვანაირი არის. შესაძლოა ჩვენ თორემ მოდიან ვცდილობთ რომ დავაკავშიროთ ადამიანები და რეალურად ერთიანი community იყოს. ეხლა ვინც ჩვენთან არის, უკვე 2 წელი ხდება, პირველი დღიდან ისევ ის ხალხია და ნელ-ნელა გვემატებიან. ეს არის ამოცანა. ეხლა თითოეული რაღაც რაზეც ვისაუბრეთ, თითოეული კომპანია ამ ყველაფრის შესახებ მე მაგალითად LinkedIn-დან ვიცოდი და ძალიან აქტიური ხარ. LinkedIn-ზე ერთი თქვი რომ ფიზიკურად გადაცხოვრდი და ხშირად ჩადიხარ გერმანიაში, ნახე UK-შიც იყავი, ასე შემდეგ. თუმცა აი კონკრეტულად LinkedIn-ზე ესეთი აქტიურობა, აშკარად შენთვის მუშაობს, იმიტომ რომ რაღაც კონსისტენსი გიჭირავს და მაგაზე რომ მოგვიყვე LinkedIn-ს კონკრეტულად გარდა ფიზიკური ვიზიტებისა, შენთვის რა როლი ქონია და რა კონკრეტული ასე ვთქვათ ბენეფიტი მოუტანია შენთვის გარდა იმისა, რომ ეს საპრეზენტაციო, კლიენტების კუთხით რაღაც ასე ვთქვათ სხვა მიმართულებებში რა ეფექტი ქონია. იცი რა, LinkedIn-ს საკმაოდ დიდი ხანია ვიყენებ, თუმცა არ ვიცი რამდენად სწორად ვიყენებდი დასაწყისში. მაგალითად 2015 წელიდან აქტიურად ვიყენებდი გაყიდვებისთვის ეს CV მესიჯების გასაგზავნად, თუმცა არ ქონდა რეზულტატი და დიდი ხანი ხელი ქონდა ჩაქნეული, მაშინაც sales navigator-ი საკმაოდ ძვირი ღირდა და რაღაცა პერიოდის მერე ანუ რას მივხვდი რომ როდესაც კლიენტთან გაქვს შეხვედრა ყველა შეხვედრას ვერ ხურავ ცალსახად, ხო? კარგია, როდესაც 30-40% შეხვედრების ეს პოზიტიურად მთავრდება. თვითონ გეუბნებიან რომ ოკეი, მადლობა. მოდი ვისაუბროთ ერთ თვეში, ერთ წელიწადში, 2 წელიწადში, გააჩნია რა ხდება ამ შეხვედრიდან შემდგომ შეხვედრამდე. ანუ თითქმის დაკარგული ყავს ეს ადამიანი. შესაბამისად, იმის მაგივრად უბრალოდ ისე follow-up-ები უკეთო, რომ რამე ხო არ შეიცვალა. ეხლა რა ხდება თქვენს ბიზნესში? კიდევ ხო არ შეხვდეთ? სრული ნონსენსი არის. ერთადერთი სწორი გზა, რომ დააჯერო, დააჩვენო როგორი ადამიანი ხარ, შენი ბიზნესი რა შეება არის, რომ აკეთო კონსისტენტ კომუნიკაცია და მოყვე რეალურად რაც ხდება შენს ბიზნესში. ანუ რა ვიყოთ რაღაც Instagram, TikTok ინფლუენსერები, ისინი რაღაც თავის lifestyle-ზე ყვებიან, სხვა ამპლუაში თავის ყოველდღიურობაზე როგორ ვარჯიშობენ, LinkedIn-ზე ყვებით ბიზნესზე, რომ მაგალითად როგორ გავაუმჯობესეთ ჩვენი UI, ან როგორ მუშაობთ ახალ კამპანიაზე, ახალი პროდუქტის შექმნას. და აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შეიძლება engagement-ი საერთოდ არ გქონდეს და ძირითადად კლიენტებისგან engagement-ი არა, თავარია რომ impression-ი ქონდეს, თავარია რომ ნახოს. და თავარია რომ იყო ის ვინც ხარ, არ მოიტყუო რაღაც სისულელები არ აკეთო. აკეთე ყოველდღიური კომუნიკაცია, ზოგი პოსტი კარგია, ზოგი ცუდია, ზოგი უფრო ცუდი, ზოგი საშინელება, მაგრამ ის ერთი რომელიც ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია და ილინკები. ეგ ცვლის ყველაფერს. და თუ ამას კონსისტენტლი აკეთებ, შენს brand image-ს ანვითარებ და ადამიანებმა იციან შენ შესახებ. ჩემი ამოცანაც ეგ არის, რომ ადამიანთან ერთად კონტაქტში შევდივარ, ერთხელ მაინც გავცვალოთ LinkedIn-ის info და მერე დამაფოლოვონ. თუ მათთვის მე შემიძლია რაღაცა ღირებულება მოვიტან, რაღაც პრობლემა გადაოჭრა. Top of their mind ვიქნები და საჭირო დროს მომწერენ. ეგ არის და ეგ. გარდა LinkedIn ეს ტექნიკური კომუნიკაციისა, პირდაპირ ვთქვათ, ხარ კარგი salesman-ი. ხო, შენი თუ გაქვს რაღაც შენი კონკრეტული ფილოსოფია, ფორმულა, რასაც ფიქრობ რომ მუშაობს, ან რაღაც აგიღია კონკრეტული ასე ვთქვათ guideline-ისგან, ან შენეული თუ არის ფორმულა, რითაც რეალურად ყველა ბიზნესში იყენებ ამ მიდგომას. ოკეი. ალბათ მარტივი პასუხი არის, რომ ერთადერთი სწორი გზა რო გაყიდო, არის რომ არ გაყიდო. და ესე აბსურდულად ჭრეს, მაგრამ გეტყვი რას გულისხმობ. ყველანაირი სახის პროდუქტი და სერვისი გამიყიდია ცხოვრებაში. FMCG პროდუქტებიდან, დაზღვევით, ფინანსური სერვისებით, არ ვიცი, real estate-ით, ყველაფერი ვცადე. რეალურად კომფორტულად მხოლოდ იმ მომენტში გრძნობ თავს, როდესაც ღირებულებას ქონი. და შენ აი ამერიკული სტილი როგორი არის, რომ გეუბნებიან, რომ წყალი წყურია, კი და მოდი ეს წყალი დალია და ბოლომდე გაგფუშოს, აი ყველანაირად, რომ ეს წყალი გაყიდინოს. შეიძლება საერთოდ არ გინდა, იმიტომ რომ შენ მანდ გიდევს, ან წახვალ და დაისხავ. და რეალურ და აქტო შეიძლება ფული გააკეთო, მაგრამ იმ ადამიანის გულს ვერ მოიგებ.
და ჩემი ფილოსოფია არის, რომ აშენო ურთიერთობა. და ურთიერთობა აშენება მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ღირებულება მოგაქვს და თუ არ მოგაქვს, ან დაელოდე იმ მომენტს, ან უბრალოდ იმ ადამიანთან კარგი ურთიერთობა დაიკავე და მორჩა. შესაბამისად, როცა ჩვენთან მოდიან, ან მე ვისაც ვესაუბრებ, ვცდილობ, რომ მათი პრობლემის ან რაღაც მიზნის შესახებ გავიგო. მე მოუყვე, აი ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, შენთვის აქვს ღირებულება, მსგავსი სხვა კომპანიისთვის, ესე იმუშავა. მე შემიძლია რომ შენც ეს გავაკეთო. საინტერესო იქნება თუ არა? და თუ საინტერესოა, ის ამას აკეთებს. და უფრო დიდ პატივს გცემს, ვიდრე ეუბნები, რომ ეს უეჭველი იმუშავებს. აი ნახე, ამისთვის 200% გაზარდა, შენთვის 250 დგასდის. ესე არ არის, ხო? დაახლოებით ეს ალბათ ყველას ქონია მაღაზიაში რომ შედიხარ, განსაკუთრებით ტექნიკის და რო არიცი რომ უნდა იყიდო და ხანდახან ყოფილა ის დალოცული კონსულტანტი რო გეუბნება რომ ეს არ გამოგადგება. აი არ არის რა, ან რაღაცა უფრო ხო, ეკონომიურს, ან სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებს. ის მომენტი, აი ეს რომ შვიდად გზნობ და ეს ბედნიერება რაც უფევს მაგ გადაწყვეტილებაში, ეს არის რასაც ვეძებთ და ეს არის ჭეშმარიტი გაყიდვა. გუნდის მართვაზე მინდოდა მეკითხა. კომპანიები, რამდენიმე კომპანია ერთად რომ წარმატებით, ცალსახად გჭირდება ის მექანიზმები, წერან ტექნიკური რაც ვახსენეთ, მაგრამ ხშირად ძალიან ბევრ CEO-ს დამართულს ავიწყდება ხოლმე ფილოსოფია, мотиваცია, კადრების განვითარება. შენ შემთხვევაში რა არის ის ინსაიტები, რასაც სხვა CEO-ებს ურჩევდი, რამაც იმუშავა, იმიტომ რომ ძალიან ტალანტებზე დამოკიდებულ ბიზნესებში ხარ ყველა მიმართულებით. კი ბატონო. ხო, თუ ვიღაცას გონია რომ გუნდის გარეშე რაღაცა გამოვა, ძალიან შორს არის. კი, AI-ით ბევრი რაღაცა გააკეთებ, მაგრამ მაინც გჭირდება გუნდი და ეს უფრო საინტერესო არის. სწორი ადამიანის სელექცია არის ნომერ პირველი პრობლემა. იმიტომ რომ მე ჩემ ცხოვრებაში ბევრ სხვადასხვა ადამიანთან მიცდია ბიზნესის კეთება და გამოვიდა ჩემს ამჟამინდელ პარტნიორთან ზურა იწურაძესთან. სულამოდ ხოლმე რომ ყოველდღე მადლობას ვეუბნები ღმერთს რომ ოჯახი მყავს და ზურა. მართლა იმიტომ რომ ძალიან კარგად შევეწყეთ და ჩემი ყველა ნაკლოვანება მისი ყველა ძლიერი მხარეა და როგორ პროპორციულად. ერთმანეთს ძალიან განსხვავებულები ვართ, ვარცხნილობა და წვერი გვაქვს ერთნაირი. მაგრამ თელი ამოცანა არის რომ ერთნაირი ღირებულებები გქონდეთ ფუნდამენტში და მე ერთად განვითარდეთ. და მე და ამ ადამიანმა შევძელით რომ ჩვენ რაღაცა კონკრეტულ ასაკში დავიწყეთ ბიზნესი, ღია ყოფილიყავით კაცრი და ცუდი ფიდბექისთვის და ჩვენი თავი დაგვეხვეწა ყოველდღიურად. და ეს მე ვფიქრობ რომ hands-on experience ადამიანები ვართ. ჩვენ გარშემოც ესეთი გუნდის წევრები შემოვიკრიბეთ. და რაღაცა მომენტში ქონდა ამოცანა რომ დილემა ქონდა რომ აგვეყვანა მაგალითად senior ადამიანები თუ აგვეყვანა juniorები. და ამდენიმე senior-თან რო ვცადეთ, ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ყოველას იგივე ღიაობა არ ქონდა და მიმღებლობა არ ქონდა. და ეს ამბობდა რომ ესე ვიცი მე და ესე მუშაობს. თუმცა პრაქტიკაში ესე არ არის. და ნებისმიერ შემთხვევაში დისკუსიის საგანი უნდა იყოს. ამიტომ ავიყვანეთ შედარებით ისეთი ახალგაზრდა ახალ კურს დამთავრებულები და მათთან ერთად განვითარდით და დღეს ჩემი აზრით ეს გუნდი ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არის, ან თავად შემიძლია თქვა, ამიტომ რომ ყველა ინსტრუმენტებზე არც საუბრობ და სტრუქტურებზე, ანუ agile-ს ვაკეთეთ since day one, OKR-ებით ვმუშაობთ, დღეს რო იგებენ რა არის OKR-ი, ჩვენ ამას მეოთხე წელია ვაკეთებთ. თელი ინფრასტრუქტურა ჩვენი გვაქვს from scratch აწყობილი, CRM-ი, ზოგი ჩვენი ERP, ჩვენი recruiting სისტემა. მუშაობთ სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით და იმას ვხვეწავთ. იდეალურები ცალსახად არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც არის თვით განვითარებაზე და სწავლაზე ორიენტირებული, ანუ რაღაც learning organization ვართ და ეს DNA-ში გვიდევს. ადამიანები, რომელიც ესეთები არ არიან, ვერ ჩერდებიან აქ. არ გვაქვს არც თვისობრივად და არც შინაარსობრივად ესეთი იერარქიული სტრუქტურა. ანუ რაღაცა შენ თქვი რომ CEO, კი, CEO შეიძლება წერია, მაგრამ არასდროს მე არ მithქვამს და არც ზურას ჩვენ კომპანიებში CEO-ები. ჩვენ ვართ გუნდის წევრები. და არც იმ რაღაც ბულშიტს არ ვამბობთ, რომ ერთი ოჯახი ვართ და არა
გუნდი ვარ და ეს არის ძალიან მაგარი მიდგომა. გუნდის წევრები იმიტომ ვართ, რომ შენი skillset-ი და ჩემი skillset-ი ერთმანეთთან ტანდემში ძალიან მაგრად მუშაობს და მე ვენდობ შენს პროფესიონალიზმს და შენ გადაწყვეტილებებს და შენ ჩემსას. და მე ჩემი ვალდებულება არის რომ მოვიტანო ახალი შესაძლებლობა, ახალი პროექტი, შენი ამოცანა არის რომ ეს კარგად შეასრულო, იმის ვალდებულებაა რომ კარგი კომუნიკაცია გააკეთოს. და ასე შემდეგ. თვითონ საბონუსე სისტემაც გვაქვს როგორ კომპანიაში თუ ახალი კლიენტი მოდის, ყველა იღებს ბონუსს. ყველა. ანუ არც ერთი ადამიანი არ შემაგაზ, იმიტომ რომ mindset-ი არის ის, რომ ჩვენ ერთად უნდა გავიზარდოთ. არის ახალ კლიენტზე, EBITDA-ს ზრდაზე, რომ ადამიანების გონება იყოს მუდმივად ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული. და ესეთი განვითარების ეს თქვი ბლუპრინტი გვაქვს. მაგალითად ადამიანები, ვინც ჩვენთან მოდიან თანამშრომლად, გვაქვს დასახული გზა და გეგმა, რომ 3-დან 5 წლამდე როგორ შეიძლება რომ გახდნენ პარტნიორები. ჩვენი შეჰოლდერები და უკვე რამდენიმე success case-ი გვაქვს ესეთი, რომ ინტერნი მოსულა და დღეს junior პარტნიორი არის და shares იღებს კომპანიიდან და იმის განვითარებაზე არის ორიენტირებული. და ეს რაღაცა ბლა და ფურცელზე არ არის. ეს ცოცხალ ფურცელზე დაწერილი, მაგრამ ამას ეგზეკუციას ვაკეთებთ და ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. იმიტომ რომ გუნდის წევრი, რომელიც შენთან ერთად ვითარდება და შენ განვითარებს, ის არც არ უნდა გაუშვა. ძალიან კაი რაღაც ახსენე, ეხლა სხვადასხვა, იმიტომ რომ ან კარგი პროფესიონალების ძალიან დიდი ნაწილისგან მსმენია, მათ შორის დამსაქმებლებისგანაც, რომ სასიცოცხლო ციკლი ამ კარგი კადრების არის ძალიან მოკლე, რომ რა ვიცი, აი, თუნდაც აგენტოში რა, სტანდარტული შემთხვევაა, რომ მიხვედი, მოგეყარა ბევრი პროექტი, ისწავლე და ეხა რა და დგება ადამიანი და მიდის და სადღაც ჰედის პოზიციაზე გადადის და მართლა ეგ მოდელი რომ ჯანსაღად იყოს დანერგილი კომპანიებში ძალიან ბევრი დამსაქმებელს და დასაქმებულის პრობლემას მოაგვარებდა, იმიტომ რომ ეხა ძალიან ასე ვთქვათ, ტკივნეული მომენტია ხოლმე, წარმომიდგენია თითოეულ კაცში რამდენი დრო და რესურსი გაქვთ ხო ჩადებული და რაღაც 3 წლიანი, 4 წლიანი ამ ერთობლივი განვითარების მერე, იმიტომ რომ განვითარებას ვერ ხედავენ ტიპები მიდიან. ყველაზე მძიმე და მტკივნეული არის, მაგრამ ეს ტკივილი და ემოცია უნდა გადაქმნა შესაძლებლობად, რომ ისწავლო. აი ეს ძალიან რთულია, როცა ვიღაცა გეუბნებ, რომ შენ კარგი არ ხარ. ხო? ამიტომ ვიღაცა რომ მიდის, რაღაცა არ მოწონს. და უნდა მიხვდე რა არ მოწონს. და ჩვენ იდეალურები არ ვართ და ამ დროის განმავლობაში ყოფილა რომ ესეთი ადამიანები წასვლაზე ძალიან გული დაგწდა და ყოფილა რომ გაგვიშვია. მაგრამ აქ რა არის, რომ ფიდბექი უნდა მიიღო, რომ ადამიანი რატომ მიდის შენგან. ხელფასი გაქვს ძალიან დაბალი, რაღაცა პიროვნული არის, ზრდის საშუალება არ გაქვს. ხანდახან არის რომ კომპანია ესე სწრაფად ვერ იზრდება როგორც ბაზარი. ან ვიღაცა სხვა შემოდის და უკეთეს პირობას თავაზობს. მაგრამ ფუნდამენტი და რაც ვფიქრობ, რომ ჩვენთვის განსხვავებულია, ჩვენ ამ პირობას თავიდანვე ვაძლევთ ადამიანებს და გვიწერია კიდევაც კომპანიის მანტრაში, რომ ჩვენ შენ არსად არ გაგიშვებთ, არასოდეს, თუ შენ განვითარდები, დადებ შედეგს და კომპანიას განავითარებ. იმის იქით არ მაქვს ნიშნობა შენ ცხოვრება როგორი და ჩემი როგორი. მე არ გეუბნები რომ წამო, ერთად დავლიოთ, ვითამაშოთ. არა, გუნდი ვართ, როგორც პირობითად ფეხბურთის გუნდი არის, ან კალათბურთის გუნდი, მიდიან და ერთად ვარჯიშობენ, არ ვარნებობ რომ იწმაკაცეთ, ან რაღაც გააკეთეთ. საქმე შევასრულოთ. იმის იქით ყველას თავის ცხოვრება აქვს და არ უნდა აურიო ეს ორი რაღაცა ერთმანეთში. მე ამირებია და მე ცუდად ვისწავლე რა. ხო და თლიანობაში ხანდე მივდივართ, რომ გუნდის ურთიერთობა და არა მართვა. ამიტომ მე არავის არ უმართავ. არ მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ეგ პრობლემა როცა მართავ გუნდს და სტატისტიკასთან მიდიხარ. არის რაღაცა ბიზნესები, სადაც უნდა აკეთო ეგ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი. მე გუნდის წევრი ვარ და მე ვცდილობ რომ რესურსი მივცე. ანუ ამოცანა რა არის და ესეც ადვილი არაა, რომ ადამიანს ესაუბრო, აგრეთვე ყოველი წლის ბოლოს შეჯამებას ვაკეთებთ ხოლმე და ვესაუბრებთ რომ ამ წელს რა იყო კარგი, რა იყო ცუდი და რას გამოვასწორებთ და რა გინდა რომ გააკეთო. ჩვენ და უყვებით ჩვენს visions, რომ აი ეხა მაგალითად ვამატებთ ახალ პროდუქტებს ახალ ქვეყნებში და შენ სათხერა თავს აი რომელიმე გაინტერესებს და თუ ეს vision-ები მისი მოდინ და ჩვენი დაემთხვა მე უბრალოდ ამ რესურსს ვაძლევთ და ძალიან ბევრი
ესეთი საინტერესო ცვლილებები ქონდა. მაგალითად, რამდენიმე ადამიანი იყო, რომელიც sale-ებიდან digital transformation-ში, web-ში გადავიდა, ვიღაცა client success-ში გადავიდა. ანუ shift-ი როლიდან როლზე მარტივი არის, იმიტომ რომ skill set-ია. Skill set-ს ძალიან სწრაფად ისწავლი. თავია აქ როგორი ხარ. იმიტომ რომ თუ ადამიანს ესაუბრები და ეს ქიმია არ გაქვს და ის ხოლოდ ისე გიყურებს, რომ ქეფული გადამიხადე და მე წამოწვევი ან რაღაცა delivery-ს ვერ აკეთებს, ის ჩვენ გუნდში ვერ გაჩერდება. შეცდომებზეც რომ მითხრა. შეცდომებზეც ხო. დღეს ან მიღებული პრაქტიკაა და ზედმეტადაც კი თითქოს ამ promotion-ი ხდება, რომ fail fast და it's okay, დაუშვი შეცდომები გააკეთე ასე რომ თქვენ შემთხვევაში შეცდომების მიმართ მიდგომა როგორია, იმიტომ რომ არასასიამოვნო მომენტია თანამშრომლებს ადამიანები ვართ და ადამიანის შეცდომის გარეშე არ არსებობს. როგორი ორგანიზაციულ კულტურაში როგორი მიდგომა აქვს, იმიტომ რომ არიან ჩემ პრაქტიკაში ადამიანები, რომლებიც შეცდომებს უშვებენ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ანუ მე რადიკალურად მართლა შეცვლან, იმიტომ რომ მართლა ვერ უსწავლიეთ პირველზე და მეორე ჯერზე. ხშირ შემთხვევაში ესეთ კადრებს ზოგი კომპანია ემშვიდობება, იმიტომ რომ ერთხელ, ორჯერ შეცდომა დაუშვა. თქვენთან როგორია ეგ მაგის და ფიდბექების და ანუ რა რჩევა გექნებათ, რამაც იმუშავა? ბატონო. ეხლა თუ რომელიმე ჩვენი გუნდის წევრი უსმენს ამას გაეცინება, იმიტომ რომ როცა ვიმატებთ ახალ გუნდის წევრს welcome meeting-ი გვაქვს, სადაც ყველა ერთად ხვდებით და ყველა ვეცნობით. ცოტა weird არის 1-20 ადამიანი რო გეუბნება, რომ გამარჯობა მე ვარ. ფსიქოლოგის შეკრება რო ახლა მეტრეში. მაგრამ ფანი, იმიტომ რომ ყველა უთმობთ დროს ამ ადამიანს და ყველა რასაც ეუბნება არის რომ შეცდომები მოსულა. ყველა და ჩვენც. და შეცდომა მოსულა, იმიტომ რომ გარდაუვალია შეცდომის გარეშე განვითარება. არ არსებობს, იმიტომ რომ მით უმეტეს როცა ინოვაციებში ხარ და რაღაცას ახალს ანვითარებ, არავინ არ იცის როგორ კეთდება და უნდა გააკეთო ABC და რომელიღაცა იმუშავებს. შესაბამისად გუნდის წევრებსაც პიკთ მაგას ვეუბნებით, რომ ეხლა რავი challenge-ი გვაქვს, რომ ახალი პროდუქტი უნდა გაუშვათ და არ ვიცით რომელი front-end framework-ი გამოვიყენოთ და ვეუბნები, რომ ოკეი, მოდი აიღე რამდენიმე პლუს უკან back-end-ში რომ დავატრენინგოთ რამდენიმე AI მოდელი და რომელიც არ იმუშავებს, ის ჩავხსნათ დანარჩენი ვამუშავოთ, ხო? ესეც fail-ები იქნება. და როცა ადამიანს ეშლება, ხვდებით და ჩავდივართ ძირში რა იყო პრობლემა. და ჩვენ შემთხვევაში ძალიან მარტივია და რატო? ბიზნესს რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი არის დასაწყის და ბოლომდე აღწერილი სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში. ნებისმიერი რაღაცა დაწყებული კლიენტის მოყვანიდან დასრულებამდე არის გაწერილი. და ვამბობთ, რომ ოკეი, ეს პრობლემა იყო მაგალითად რაღაცა ტრანსფერ პერიოდში, გაყიდვებიდან account management-ში და რაღაცა ინფორმაცია დაიკარგა. მოდი ჩავიხედოთ რა წერია ჩვენს SOP-ში და იქ რო ჩავდივართ რაღაცა გამაზულია და იმას ვასწორებთ. ანუ ჩვენი ცოდნა ფურცელზე გვაქვს გადატანილი და ძალიან მარტივად ხდება ამის გასწორება. შეცდომის გამო არავინ არ გაგვიშვია. არასოდეს ყოფილა ყველანაირი შეცდომა დაგვიშვია, აბსოლუტურად. ფულის დაგვიყარგავს კლიენტთან შეცდომა დაგვიშვია, თანამშრომელთან შეცდომა დაგვიშვია, მაგრამ ძალიან მეც მათ შორის ხო, ყველაზე ბევრ შეცდომას მე ვუშვებ ბიზნესში, იმიტომ რომ ყველაზე ბევრ ნაბიჯს მე ვდგავ. და განვითარებისთვის ესე ამ და გამოსულ ყველაზე ბევრ ჩემი არის sale-ები და მარკეტინგის ნაწილი. შესაბამისად, მათ ყველაზე ბევრ ტესტს ჩვენ ვაკეთებთ. შესაბამისად, ყველაზე ბევრი fail-ი მაგაშია. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება რომ დაუშვას შეცდომა, ის წინ ვერ წავა და არ უნდა ეშინოდეს შეცდომის და მეორე ის არის რომ შეცდომა მეორედ თუ დაუშვი, უნდა მიხვდე რატო დაუშვი. თუ შენი არჩევანი არის შეცდომა, მაშინ ეს პრობლემა არის. ალბათ ღმერთს რომ ისეთი გუნდის წევრები არ ყავს, რომ ერთი და იგივე ჭაში არ ვარდებიან რა ბევრჯერ. მაკო ახსენე მარკეტინგი, სეილები, ბევრ skills შევეხეთ და მიზეს რის გამოც შეიძლება ყოფილიყო გეგიძე, მათ შორის team-up-ი წარმატებული, თუმცა მაგის იქით რას ფიქრობ კონკრეტული ადამიანებისგან თუ გქონდა ინსპირაცია, ბიზნეს პერსონა შეიძლება იყოს coach-ი, წიგნები, ფილმები, რამ ითამაშა ერთ-ერთი ფუნდამენტური როლი იმაზე, რომ კარიერულად აგიღო რაღაც დიდი გეგმები და ამ გეგმებიდან არ გადაგეხვია. ესე გამიჭირდება რომ გითხრა ერთის, ალბათ
რეალური ცვლილებები და ძალა და мотиваცია ჩემი ოჯახი იყო. ან რო არ მივედმოვედო, ჩემი ოჯახისაც გავიზარდე, რომ რაც მომცეს ეს რაღაც გადამეთარგმნა წარმატებაში, მე ჩემი მეუღლე, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გვერდში დამიდგა, როცა არაფერი არ მქონდა, ნოლზე ვიყავი და ახალიდან დავიწყე და ალბათ ეგ ქაოსი რომელშიც გამოვიარეთ, ბევრი ვერ გაუძლებდა და უსაზღროდ ბედნიერი ვარ და მადლობელი, რომ ჩემ გვერდზე იდგა და იმას უფრო ჯეროდა ჩემი, ვიდრე მე ჩემი თავის. და მესამე ჩემი შვილი. იმიტომ რომ რეალური აღმასვლა პიროვნულად, პროფესიონალურად და ბიზნესშიც მაშინ დავიწყე, როცა გავიგე, რომ ვარ სულოდებოდი. იმიტომ რომ მაგარ მომცა საშუალება, რომ ფოკუსი გამეკეთებინა და სისულელეზე დრო არ დამეხარჯა. და ამან გამომწუთნა ამ ყველაფერმა. იმ ადამიანების სიყვარულმა და სწორმა ხედვა, ამიტომ რომ მივხვდი, რომ ამ ცხოვრებას სადაც ვართ, მე იმისთვის ვაკეთებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ კარგად და მეც მათ გვერდზე და ვისიამოვნო ჩემი ყოველდღიურობით და ვისწავლო როგორ ვიცხოვრო ყოველი დღე, როგორც უკანასკნელი. და ყოველი დღე როგორც უკანასკნელი რო ვიცხოვრო, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ დღე იგივე აკეთო, ან ბოლომდე გაერთო, ან მარტო ოჯახთან იყო. არა, რასაც უცმობ იმ დღეს ბოლომდე უნდა გააკეთო. მე თუ დღეს შენთან ერთად ვარ, ბოლომდე შენთან ერთად უნდა ვიყო და მაქსიმუმი უნდა დავთ. ეს იყო ის ინსპირაცია, რომ მესწავლა ჩემი ცხოვრება, როგორ უნდა მეცხოვრა. და თავისთავად ხა გზაზე ბევრ ჩემზე გამოცდილ ადამიანისგან მე მიღია სწავლება და ვკითხულობ და უსმენ, როგორც დაწყებული, საუკუნეების წინ ფილოსოფოსები რას ამბობდნენ, დამთავრებული, დღეს ტოპ ანტრეპრენერები რას აკეთებენ, როგორც ალექს ჰორმოზი, ისე როკფელერის და ყველას ნაშრომებს ვკითხულობ, იმიტომ რომ საინტერესო არის ყველასგან რაღაცა ჩერი პიკინგი გააკეთო და მე გაერთიანო შენს ტვინში. მაკო, ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ საინტერესო პოდკასტის და საუბრობისთვის. ერთი-ორი ისეთი მომენტი იყო, რომ აი ძირითადად რომ უნდა უყურო პოდკასტს და ხელახლა უნდა უყურო, რომ გადაწყვიტო რომელი ამოქათ, მაგრამ 2-3 მომენტი ისეთი იყო, რომ ზეპირად ვიცი, რომ მაგიებს ამოუჭრი და ძალკერგსებად ვაქცევ. წარმატებები გეგიძეში, თიმაპში, Digital Jungle-ში და კომენტარების სახით მეგობრებო დაგვიწერეთ ვის ისურვებდით შემდეგ სტუმრად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ვეცდებით რომ ეს გავითვალისწინოთ. ვაკო, მადლობა და მომავალ შეხვედრამდე კარგად. ლეო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოწვე მართლა ძალიან სასიამოვნო იყო. ძალიან კარგად წყალივით წავიდა საუბარი და მადლობა შენ ამისთვის და ესეთი genuine ინტერესისთვის. ძალიან საინტერესო იყო თუ რამე შემიძლია რომ მომავალში დაგასუპორტო, შენ გვერდზე ვარ. ძალიან გამიხარდება თუ ჯანკში იყო სტუმრები, მეგობრებისთვის ყოველთვის ღია არის. საინტერესო. და წარმატებას უსურვებ პოდკასტს. მადლობა, წარმატებები. აი ხარ.